მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა. 8 ივნისი. პირველ რიგში მინდა გისურვოთ ნაყოფიერი და წარმატებული კვირის დასაწყისი და მოდით ერთად გავიაროთ კვირის არკანის ენერგია, ხო? რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო მნიშვნელოვანი რა მოგვიმზადა სამყარომ. უკვე რამდენიმე კვირა ვშლი სხვა ფორმატით, სადაც თითო არკანში მე ვკითხულობ თქვენთვის ფინანსებს ცალკე, ჯანმრთელობას ცალკე, პირად ურთიერთობებს ცალკე, ანუ ვქმნით ერთგვარ საერთო მონახას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, ვიყოთ საქმის კურსში იმ ენერგიებთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო ყოველი ერთი კვირის განმავლობაში გველოდება. მაშასა და მე დავიწყოთ. წუთით მეგობრებო, ესე ჯობია, აი ამ რაკურსით. დავიწყეთ. პირველი არკანი აჩვენებს ჩვენი ერთი კვირის მთავარ ენერგიას, ანუ რა ენერგიებში ვიტრიალებთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, წამყვანი ძირითადი ფონი რა იქნება ერთი კვირის მანძილზე. შემდგომ ნახავთ, რა გველოდება ფინანსებში ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი იქნება ერთი კვირის მანძილზე ფინანსური ენერგია. როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები ამ ერთი კვირის განმავლობაში, ტენდენციები როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები. როგორი იქნება ჯანმრთელობის ენერგიები, საერთო ენერგოინფორმაციული ფონი როგორი გვექნება ამ ერთი კვირის მანძილზე. ჯანმრთელობა ამ ერთი კვირის მანძილზე, მზის ადამიანის მსმენელისთვის გაფრთხილება გვინდა, ანუ ერთი კვირის მანძილზე. გაფრთხილება, რას გვაფრთხილებს სამყარო, რას მოუფრთხილდეთ, ხო? რას მოუფრთხილდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და ესეც გაფრთხილება. კეთილი, დავიწყეთ. პირველი არკანი გვაჩვენებს საერთო ენერგოინფორმაციულ ფონს, ანუ როგორი ფონი გვექნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. და ეს არის ხმლების მეფე. შესაძლებელია კონკრეტული მსმენელისთვის პირდაპირ ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული მამაკაცის ირგვლივ იტრიალოს თქვენმა, ასე ვთქვათ, რეალობამ. ხმლების მეფე ვერ ვიტყვი, რომ თლად სასიამოვნოდ თბილი და რბილი მეფეა, რომელთანაც შეიძლება ვთქვათ სხვადასხვა ემოციურ მომენტებზე აქცენტების დასმა, ხო, ეს არის ნამდვილად ესეთი ლოგიკური ტიპი, რომელიც ყველაფერს აბსოლუტურად ლოგიკის დონეზე წყვიტავს, ნაკლებად ემოციები, ნაკლებად ემპათიაც, ნაკლებად, მე არ ვამბობ, რომ არ აქვს, უბრალოდ ნაკლებია მასში ყოველ შემთხვევაში მის ენერგიებში. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის მიიღოს თავისი, სიტყვების ძალა აქვს საკმაოდ დიდი. შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, როგორც არის ვთქვათ, იურისტი, ძირითადად ის ადამიანები, ვთქვათ, სამართალდამცავი შეიძლება ასევე იყოს, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უფრო მეტად სტრუქტურული პერსონაჟია, ვიდრე ვთქვათ, სხვა შორის ხმლების მეფის ქვეშ საკმაოდ ხშირად გადიან ესეთი მამაკაცები, რომლებიც ვთქვათ პარტნიორულ ურთიერთობებში საკმაოდ დიდ სხვადასხვა ფორმის დისკომფორტს ქმნიან ხოლმე, ხო, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი სიტყვის ძალა აქვს და შეუძლია სიტყვის ძალით მოკლას ადამიანი ან გააცოცხლოს, ხო, მის სიტყვას აქვს ძალიან დიდი გავლენა, იმიტომ რომ ჰაერი, ხმლები, ეს ნიშნავს იმას, რომ თან ხმლების მეფე საკმაოდ ვერ მოატყუებ ადამიანს, აქეთ მოგატყუებს თუ დასჭირდება, აქეთ იმანიპულირებს და აქეთ სიტყვით ძალიან იმოქმედებს ადამიანზე, ხო? ასევე ეს არის წესრიგი, როდესაც ყველაფერს აბსოლუტურად თავისი ადგილი ენიჭება, ყველაფერს თავისი სტრუქტურა, თავისი ჩარჩოები, ყველაფერს აბსოლუტურად თავისი პოზიცია ენიჭება და სხვა შორის ხმლების მეფე შეიძლება იყოთ თქვენ, ადამიანი, რომელიც თქვენ იქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში, იგივე ენერგიებში, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სადაც საჭიროა რომ უფრო მეტად ლოგიკურად, უფრო მეტად მკაცრად, უფრო მეტად სტრუქტურირებულად და უფრო მეტად
ცივი ანალიზის ფონზე გახდეს საჭირო გარკვეული საკითხების გადაწყვეტა თქვენი მხრიდან. დანარჩენი არკანებიც ნახოთ როგორ აგუყვებიან ამ ყველაფერში და ამ მთლიანობაში ხმლების მეფე ეს არის ენერგია, სადაც ყველაფრის საკუთარ ადგილზე დალაგების ენერგიას დავარქმევდი. ხო, მთლიანობაში ფონი, საქმეების გადაჭრა, გადაწყვეტილება, დრო მოვიდა რომ რაღაცები გადაიჭრას, გადაიწყდეს თქვენი დახმარებით, შესაძლოა იყოს მამაკაცის კონკრეტული დახმარება გახდეს აქ საჭირო. ხო, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ დროა ყველაფერს მიენიჭოს თავის სახელი, თავისი მისამართი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ყველაფერი დაალაგდეს თავის ადგილზე. რაც დასალაგებელია კეთილი, ვნახოთ ფინანსები როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში. ხო, ფინანსები არის ჩემო ძვირფასებო ცხრიანების ხმლები. რა გითხრათ? რა გითხრათ? ფინანსებთან დაკავშირებით შესაძლებელია გარკვეული იმედგაცრუებები. შესაძლებელია ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების ირგვლივ ნერვიულობა. ფინანსებისთვის ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კარგი არკანი არის, იმიტომ რომ არ არის მარტივი პერიოდი ფინანსურ ნაწილში, შესაძლებელია ფინანსური ვთქვათ მოკლედ გაუფრთხილდით ფინანსურ ენერგიას მაქსიმალურად, ეცადეთ რომ ნაკლებად რა ვიცი, შეიძლება ვთქვათ ელოდებოდით გარკვეულ ფინანსებს იმედები გაცრუდეს. თქვენი მხრიდანაც კარგი იქნება და სასურველი იქნება თუ ნაკლებად იქნებით გაცემის პროცესში, ხო, იმიტომ რომ შეიძლება გასცეთ რაღაც და არ იყოთ კმაყოფილი, ასესხოთ ადამიანს და არ იყოთ კმაყოფილი, შეიძინოთ გარკვეული საყიდელი და არ იყოთ ამით კმაყოფილი და აღმოჩნდეს რომ არც თუ ისე კარგია. მთლიანობაში ფინანსურ ენერგიასთან მიმართებაში სიფრთხილეები გმართებთ, რა თქმა უნდა. შეიძლება იყოს გარკვეული ფინანსური დანაკარგები, ხარჯები, რომლებსაც ვთქვათ არ ელოდებოდით და ამას შეიძლება რაღაცნაირად წაგიყვანოთ აი ამ შფოთვის და შიშის ენერგიებში და მთლიანობაში. ეს არის შიშის არკანი, ეს არის შფოთვის არკანი, ეს არის რაღაც ნეგატიური, ვთქვათ, ფონის არკანი ფინანსებთან დაკავშირებით, რასაც ხა ხან ისია, ხან ასია, ხო, მეგობრებო? ყველაფერი არის აბსოლუტურად ცხოვრებისეული რითმი და ერთ რითმზე ნამდვილად ყველაფერი ვერ იქნება, ხო? ხანდახან საჭიროა ხოლმე მათ შორის ნეგატიური ესეთი ამოვარდნები იმისთვის, რომ სწორი დასკვნები გაკეთდეს. ასე რომ ხო, ფინანსებთან დაკავშირებით, ხო, ანახეთ, შეიძლება იყოს ისეთი ხარჯები, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერ აუვლით და ამასთან დაკავშირებით სანერვიულო გაგიხდეთ. მიხვდით ხო? არის სტრესული ფონი. გასაგებია, კარგი, შემდეგი არკანი გვაჩვენებს პარტნიორულ ურთიერთობებს. აი, პარტნიორულ ურთიერთობებში არის უკვე არკანი მეეტლე. ვიტყოდი, რომ პარტნიორული ურთიერთობებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, მაგრამ ნახეთ, აქ არიან სვენებსაც ყავს პარტნიორი, არ ყავს პარტნიორი, ამიტომ ყველასთვის ერთნაირად ამ არკანს ნამდვილად ვერ წავიკითხავ და ცოტა რთული იქნება, რომ ყველა პოზიციისთვის წავიკითხო ეს არკანი, მაგრამ მთლიანობაში თუ არ ყავთ პარტნიორი, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, ვთქვათ, ახალი ურთიერთობებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, ახალი, ვთქვათ, კონტაქტებისთვის, თუ გაქვთ პარტნიორი, შესაძლებელია იყოს აქ პარტნიორული მხარდაჭერა, თანადგომა, ესე იგი პარტნიორულ ურთიერთობებში მოტივაცია, იცით, როდესაც ადამიანები ერთმანეთს აძლევენ, ხო, ამ მოტივაციას და ადამიანები ერთად მიდიან გარკვეული მიზნების მისაღწევად, ესეც აბსოლუტურად შესაძლებელია. გამიგეთ, ხო, ანუ მთლიანობაში თუ არ ჩავთვლით ფინანსურ ფონს და საერთო ფონს, ნამდვილად პარტნიორულ ურთიერთობებში, შედარებით კი არა და ნამდვილად ძალიან კარგი ენერგიებია, ამიტომ ნამდვილად დაგიბალანსებთ აი იმ სადარდებელ, სანერვიულოს კონტაქტი, კომუნიკაცია საყვარელ ადამიანთან თუ მიმოწერა თუ ნაცნობობა, შეიძლება გამგზავრება, გამომგზავრება
როდესაც ვთქვათ, ან თქვენ წახვალთ საყვარელ ადამიანთან, ან ერთად წახვალთ, ან საყვარელი ადამიანი ჩამოვა თქვენთან, ხო? ან მოძრაობა მანქანით, მატარებლით, ნებისმიერი ვთქვათ, ესეთი სამოძრაო საშუალებით, ტრანსპორტით, ხო? მოკლედ მთლიანობაში ყოველ შემთხვევაში პარტნიორულ ურთიერთობებში ვერაფერს ესეთ ნეგატიურ ფონს ნამდვილად ვერ ვხედავ. ჯანმრთელობა ვნახოთ როგორი იქნება. ჯანმრთელობა არის იმპერატორი. მთლიანობაში ყველაფერი იქნება საკმაოდ სტაბილურად, უბრალოდ იქნება ერთგვარი საერთო ფონის თუ ვიგრძნობთ ამ დაჭიმულობას, მოჭიმულობას, დაძაბულობას, ძვალსახსროვანი, კუნთოვანი, ვთქვათ, იმიტომ რომ იქნება ეს რაღაცა მაინც საერთო ფონს თუ შევხედავთ, იქნება გარკვეული დაძაბულობა ფინანსებში და საერთო ფონი, რაღაცების გადაჭრა, გადაწყვეტილება ნამდვილად დაგჭირდებათ ამ ერთ კვირაში, სადაც საკმაოდ შესაძლებელია მკაცრი პოზიციების დაფიქსირება დაგჭირდეთ და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძვალსახსოვანი სისტემა, კუნთოვანი სისტემა და ზოგადად მთლიანად სხეული არის მოჭიმული, ხო? ჩანს ეს მოჭიმულობა, ჩანს ეს დაძაბულობა, ჩანს ეს სტრუქტურაში ყოფნა, როდესაც ჯარისკაცივით ხართ, ხო, გაჭიმული, მოჭიმული და ესე იგი რაღაცნაირად ბალანსში ყავთ, ბალანსში არა, უბრალოდ ყავთ ტონუსში ყავთ თქვენი სხეული, ხო? მთლიანობაში ჯანმრთელობის მხრივ ვერ ვიტყვი რომ აქ რაიმე პრობლემა ჩანს, არა, ყველაფერი ნამდვილად სტაბილურად არის, ხო, უბრალოდ ესეთი ფონია, რომელიც კიდევ ერთხელ განმეორდები, ერთის მხრივ ქმნის აი ამ სხეულის საერთო ხო, კარგი იქნება ჯანმრთელობის მხრივ თუ ვთქვათ, უფრო მეტად გაუფრთხილდებით, უფრო მეტად დისციპლინა, უფრო მეტად დროზე დაძინება, დროზე გაღვიძება, ხვდებით ხომ? ან პირიქით, თუ ზედმეტად რეჟიმში ხართ, ცოტა უფრო მეტად მოადუნოთ საკუთარი სხეული, იმიტომ რომ გადაღლილობა ნამდვილად იგრძნობა და გაფრთხილება სამყაროსგან. გაფრთხილება არის ქურუმი. გაფრთხილება არის ქურუმი. არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოთ თქვენს სულიერ ღირებულებებს. ნახეთ, ამ პერიოდში, ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიური იქნება. მიაქციეთ ყურადღება სიზმრებს, მიაქციეთ ყურადღება ნიშნებს სამყაროსგან. ნამდვილად შეიძლება ეს ყველაფერი სხვათა შორის გარკვეულწილად ინიცირებული იყოს ესეთი თქვენი მფარველი ძალებისგან და ენერგიებისგან, რომ მოხდეს გარკვეული ადგილების მინიჭება, პოზიციების დალაგება, გარკვეული სირთულების გადალახვა. მიხვდით ხომ, იმიტომ რომ ხანდახან იმისთვის, რომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადავიდეთ, საჭიროა რომ ძველი, თქვათ, ადამიანების სიტუაციები, გარემოებები გავხვეტოთ ჩვენი რეალობიდან. და თქვენ გაფრთხილებენ და გეუბნებიან, რომ სამყარო არის თქვენს გვერდით, თქვენი მფარველები, თქვენი ზედამხედველები გაკვირდებიან, აკვირდებიან თითოეულ თქვენს ნაბიჯს და აი ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიეთ თქვენს შინაგან ხმას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, უსმინეთ ნიშნებს, უსმინეთ სიზმრებს, უსმინეთ სამყაროს და არავითარ შემთხვევაში ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ დაკარგოთ ამ ყველაფრის მიმართ ნდობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სამყარო ამას გაფრთხილებთ, რომ თუ კი არის ახლა რაიმე რთული პერიოდები ამ ერთ კვირაში რაც უნდა გადაილახოს, იცოდეთ რომ ეს ყველაფერი თქვენი ზრდისთვის და შემდგომ უკვე უკეთესი მომავლისთვის ხდება. ჩემო ძვირფასო მსმენელო, ერთ არკანსაც ამოვიღებ. რას გვეუბნება? ნახეთ, რას გვეუბნება, რომ ეხლა ეს რაღაცა კრიზისი შესაძლებელია ფინანსური, ემოციური, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ყველაფერი გაიხვეტოს თქვენი რეალობიდან, რაც ზედმეტია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფერი რაც ზედმეტია, რასაც თქვათ მიჯაჭვული იყავით, კი ბატონო, რაზეც მიჯაჭვული იყავით, რაც არ გაძლევდათ, ვთქვათ, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას, მოკლედ, გარკვეული მიჯაჭვულობები თქვენი რეალობიდან მიდის, ოღონდ მიდის გარკვეული პატარ-პატარა კრიზისების ფონზე, რომელიც ერთის მხრივ შეიძლება პანიკაში ჩაგაგდოთ, აგანერვიულოთ, შეგაშფოთოთ, მაგრამ ნახეთ, იეროფანტი გეუბნებათ, რომ ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ მიდის თქვენი რეალობიდან, შეიძლება ვერ ხვდებოდეთ ახლა ეს სიტყვები რას
ნიშნავს, რომ მიდის თქვენი რეალობიდან რაც ზედმეტია, მაგრამ ნამდვილად ამ სცენარით მიყავხართ სამყაროს. თუნდაც აი ის კრიზისები, რომელსაც შეიძლება ახლა თქვენ ვინც მისმენთ, გადიოდეთ ან გაივლით ამ ერთი კვირის განმავლობაში, საბოლოო ჯამში ხდება, იმიტომ რომ გამონთავისუფლდეს აბსოლუტურად სხვა ხარისხის ენერგია და გადახვიდეთ აბსოლუტურად სხვა ეტაპზე, ხო? ანუ ეს თუნდაც იგივე ფინანსური სანერვიულო კრიზისი, აი ეს ყველაფერი, ხო, შიშები, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ აუცილებლად გადაწყდება ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ. უბრალოდ უნდა ეს მიწისძვრები და კრიზისები გადააგოროთ და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის ესეთი უმაღლესი ძალებს, რასაც ვეძახით, ყველას თავისი აქვს ეს ნამდვილად. მათი გამოცდა, მათი დაკვირვება, ხო, აი რაღაცა მოწაფე მასწავლებლის პოზიცია ჩანს აქ ნამდვილად და ეს მოწაფე მასწავლებლის პოზიციაში თქვენი მასწავლებელი, ანუ ზედამხედველი ძალები აკვირდებიან თუ რამდენად ღირსეულად და რამდენად მოусმენთ საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს, საკუთარ სამყაროს რამდენად არ უღალატებთ და ესე იგი შიშებს არ აყვებით და გამოუცხადებთ მას აბსოლუტურ ნდობას. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო ერთი კვირის არკანის ენერგიები, რაც ესე იგი სამყარომ თქვენთვის მოამზადა და სამყარო ყველა სხვადასხვა აქვს ნამდვილად. მე კი დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.